მინდა ხათუნა ლაგაზიძეს მივესალმო, საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენელია ჩვენი სტუმარი. ხათუნა, საღამომშვიდობისა. გამარჯობათ. მადლობთ, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ჩვენი მაყურებელი ოდნავ დაბნეული უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრება მოისმინა უკვე აქამდე. ერთის მხრივ ჩვენ გავიგეთ, რომ დაუშვათ კვლევის შედეგების მიხედვით არის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა ასევე მოვისმინეთ სოციოლოგის მოსაზრება, რომელიც ამბობს, რომ NDI არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია და მას უნდა დახატოს სურათი, რომ ქვეყანაში არის ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს განვითარების ფონდის წევრები ძალიან ბევრს მოგზაურობთ ქვეყანაში. თუ შეგიძლია გითხრათ თქვენი წარმოდგენით, რამდენად ახლოს არის რეალობასთან ის სურათი, რომელსაც გვაჩვენებს NDI-ის კვლევა? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო კითხვაა და პატებურჭულადი საქართველოს განვითარების ფონდს ჩვენი ბოლო დროს ძალიან ინტენსიური შეხვედრებიდან გამომდინარე ნამდვილად გვაქვს საფუძველი ვისაუბროთ საზოგადოების რეალურ განწყობაზე, რომელიც მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ NDI-ის კვლევის ამ შედეგებს ემთხვევა. მე ვერაფერს გეტყვით პროცენტებზე, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ კვლევითი ორგანიზაცია, ჩვენ და თავად, მაგრამ განწყობა რომ ანალოგიურია, ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ. განსაკუთრებით საგან გაშუა იმ კითხვის პასუხი, სადაც საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა უფრო ზუსტად 90% ამბობს, რომ მის ცხოვრებაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა და აქედან 42% ამბობს, რომ არამც თუ არ გაუმჯობეს და არამედ გაუარეს და კიდეც. ფაქტობრივად, როდესაც შენი ქვეყნის მოსახლეობის 90% შენი ხელისუფლებაში ყოფნას ვერ გრძნობს 4 წლის მანძილზე და გაუმჯობესებას ვერ გრძნობს ვერც ერთი მიმართულებით ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს უნდა იყოს ძალიან მძიმე მოსასმენი ხელისუფლებისთვის, მით უფრო არჩევნებამდე დარჩენილ 6 თვეში. ხათუნა, როგორც ჩანს, ეს მართლა წესი არის, იმიტომ რომ აი ჩვენს ეთერში მანანა კობახიძემ პირდაპირ დაიწყო ჩამოთვლა იმ საწარმოების, რომლებიც გაიხსნა წინა 4 წლის განმავლობაში და მან თქვა, რომ აი ამ რეგიონში ეს კომპანია ამუშავდა და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რა თქმა უნდა არის რეალობა, მაგრამ რატომ ვერ გრძნობს ამას საზოგადოება? აი ეს არის საინტერესო. თუ კი მართლაც რაიმე კეთდება, რატომ არ აისახება ეს ადამიანების განწყობაზე? აქ რა პრობლემაა? როგორც ჩანს, ამას გრძნობს ის 10%, რომელმაც განაცხადა კვლევის შედეგად, რომ მათთვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ მოვიარეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი, გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა, ბუნებრივი პირობების გამო და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ გრძნობს მართლაც გაუმჯობესებას და საკმაოდ სოლიდური ნაწილისთვის სოციალური მდგომარეობა გაუარეს და მე ამიტომაც არ მეპარება ეჭვი ამ განწყობის სიზუსტეში, რომელიც NDI-მ გადმოსცა. რაც შეეხება იმას, რატომ ვერ გრძნობს საზოგადოება, იმიტომ ვერ გრძნობს, რომ ის რასაც ხელისუფლება აკეთებდა, რეალურად არის ზღვაში წვეთი. ეს პირველი. მეორე ის, რომ ხელისუფლებამ 4 წლის მანძილზე ვერ მონახა საზოგადოებასთან საერთო ენა. ხელისუფლება ცხოვრობს აბსოლუტურად სხვა რეალობაში და საზოგადოება ცხოვრობს სრულიად სხვა სივრცეში. გადაკვეთის წერტილები მათ ფაქტობრივად არ აქვთ. ეს შეიძლება ითქვას როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაზე და მაჟორიტარებზე, ჩადით ნებისმიერ რაიონში და იკითხეთ, რამდენჯერ ნახეს მათ საკუთარი მაჟორიტარი 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე. ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ძალიან მწირ კონტაქტებში. ერთი შეხედვით ასე ჩანს, თითქოს ხელისუფლებას ეშინია საკუთარ საზოგადოებასთან ურთიერთობის და ეს არის პირდაპირი გამოძახილი, ეს შედეგები არის პირდაპირი გამოძახილი აი ამ ხით ჩატეხილობისა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რაც აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგები. მადლობთ, ხათუნა. დიახ, აი შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში აი პარტიულ მონაცემებს, პარტიების მხარდაჭერის კვლევის მონაცემებს. დღეს ვაკა გორგილაძემ თქვა მაგალითად, რომ არ გაუკვირდება, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს პირველ ადგილზე. მე მახსოვს თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ამბობდით, რომ არის სხვა კვლევები, სადაც ქართულ ოცნებას საერთოდ მესამე ადგილი აქვს. აი რა მონაცემები გაქვთ თქვენ? დიახ. ქართულ ოცნებას მართლა ძალიან გაუჭირდება შეინარჩუნოს პირველი ადგილი ამ და არა მარტო ამ კვლევების შედეგად, რაც იქნება პირდაპირი გამოძახილი საზოგადოებაში მისდამი არსებული განწყობისა და ეს ხელისუფლებამ გადასარევად იცის, თუმცა ბუნებრივია ამას თავისი პირით არ განაცხადებს. როდესაც მე საუბრობდი იმაზე, რომ
ქართული ოცნება არამსო პირველ ადგილს ვერ ინარჩუნებს, არამედ შეიძლება ჩავიდეს უფრო დაბლა. მე ამის საფუძველს მაძლევ საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინი ახალი პოლიტიკური ძალისა, ძალებისა თუ ფიგურებისა. იმიტომ რომ მე ასევე მინდა დავადასტურო ის ფაქტი, რომ არის ძალიან დიდი პესიმიზმი და იმედგაცრუება და მინიმუმ 50% ამ მრჩევლისა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ არჩევანში ან წავა თუ არა საერთოდ არჩევნებზე, მაგრამ ამ 50%-ში აგრესია დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სულ უფრო მატულობს და შესაბამისად მატულობს მოლოდინი ახალი პოლიტიკური მოთამაშეებისას. სხვა საკითხია დარჩენილ 6 თვეში მოესწრება თუ არა პოლიტიკურ არენაზე ახალი ფიგურანტების შემოსვლა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დაბეჭდებით შემიძლია გითხრათ მრავალპარტიულ პარლამენტს, რაც იქნება უდავო მიღწევა 2016 წლის არჩევნებისა და მივიღებთ უდავოდ კოალიციურ მთავრობას. დიდი მადლობა.